რაღაც ეგეთი ქალაქია რა. მაგარი სპეციალური თუ კლერმონტ ფერანდი თუ არა. მარტო ერთი სახელი აქვს, ერთი ასახელება აღარ მახსოვს. ნუ გავარკვე რა მაგის პრობლემა არ არის კაც. შენ ხომ ფრანგული იცი ცოტა? ფრანგული ვიცი როგორ არის მაგრამ აღდგენა მინდა რა. ამ ფრანგული საკაიფოდ იცი შენ და ანუ გახსენება გინდა ხო? ცოტა მახსოვს როგორ გახსენება მინდა. ეს უნდა ჩაუჯდე მომენტ ადვილად ვსწავლობ ხოლმე ენებს და იმედია ამასაც ცოტა აუჭის. ვაფშე და ფრანგულად ვიბაზროთ ხოლმე. და რაღაცა ლიტერატურაც იცი რა. ამოიდგენთ რა. უნდა ვიცოდე რომ თუ ჩავდივარ და ჩავდივარ რა. ანუ ესე ვარ თან მინდა თან ეჭვის თვალით უყურებ რა ეს. თუ კიდე მოინდომებ და მოდი მაშინ ჯერ აჭაჯური. კარგი განწყობი რა. ხვაჭგარაში ჩავიდე. ხო, ხვაჭგარაში ჩავიდე. დავაწვეთ მაგის ჭკუას. დავაწვეთ. რაჭა მაგარი კუთხეა ზო. თავისილი რა. აბონა. პარა მამოსული ყავი რა. არა, მეც ცოტა სახება ხეთებათ ასასვლელი. ძალიან გეჩქარება? მე საკმაოდ. არ მოგშივდა მაინც. ჯერჯერობით არა. რა. დელა. მე ამასობაში სიმართლე რო გითხრა, მაგრამ არა. მოვშინდა. მართლა ამოსული ყავი რა. არა ზბა. ხალინ ეს ორი ჭიქა ღვინო თუ შენ ჯერჯერობით ვერა ხო? დავაი აბა და მადლობა რა. დილას გე 2 საათზე ვიხდები შეთ. ოკეი. ხვალე. ხვალე. აბა შეიც. აი ხა. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი ესე, ჩემი სკამი მოვიტანე, კიდე სკამზე პატარა სკამი დავადგიდა, აუძვერი მაგნიტოფონი ქონდა მაშინ პიონერის. ანუ რაც მოხდა ხელში ის ჩავდე და აღმოჩნდა Deep Purple-ის Fireball, თვითონ სიმღერასაც ესე ქვია და თვითონ Deep Purple-ის ალბომიც იგივე სახელწოდების არის და მაშინ მახსოვს რომ გავგიჟდი რა, აი რაღაცა ეიფორია იყო, რაღაცა კინაღამ გადმოვარდი იქიდან, ჩამოვედი და რაღაცა ვიქნევდი თავს, იქ რაღაცა ვცეკვავდი ჩემით რაღაცა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება რა, ეს აბსოლუტურად მამაჩემის დამსახურება იყო, რომ თვითონ მელომანი იყო და ბაბუჩემს მოვიდა ესეთი აზრი, რომ მოდი ბიჭი შევიყვანოთ პიანინოზე. ხელდელობასთან პრობლემები დაიწყო, როდესაც ვიყავი 14 წლის. მაფრთხილებდნენ ექიმები, რომ სუსტი მხედველობა გაქვს, არ შეიძლება შენთვის, მაგრამ მე როგორც ჯიუტი ბავშვი ვიყავი მაქვე და მაინც გავაგზავნე მძიმების აწევა, კიბებზე ჩამოკიდებული პრესებს ვაკეთებდი და მაგ დროს ჩამომეშალა ბადურა. მამიდა. ბატონო. მე ჩავედი რა და ამოვალ რამოდენიმე წუთში. მაღაზიაში ჩავდივარ. კაი, როგორ მითხარია? ხო. მალე ამოვალ. ხანდელობა შენარჩუნებული მქონდა რა. ცოტა და შესაბამისად ვერ მოვეგე ჭკუაზე მაინც რაღაცებს მაიმუნობდი რაღაცებს ასე ვთქვათ ვეწეოდი რაღაცა იქ მოსაწევით მოვიდა. როგორც ხდება ხოლმე ხარ მარტო ჩვენ ოჯახში ხო არ არის ეს ანუ ბევრგან ხდება რომ მშობლებმა ეთუნეს ვერ გაუგეს დედაჩემი წავიდა საბერძნეთში მე ჩემი და წაიყვანა მე ბებიასთან და ბაბუასთან ვიზრდებოდი მოდი ასე თქო მთელი ცხოვრება თუ რამე ისეთი უკავშირდება ხელოვნებასთან ეს უკავშირდება
ბაბუა ჩემს პატარ-პატარა ლექსებს წერდი ხოლმე და ბებია ჩემს ვატირებდი ხოლმე რა რაღაცა გამოდიოდა და გახსოვს შენ რომ ლექსი დაწერე და რაღაცას კითხულობდა თვითონვე ტიროდა. ვა. ლეუცი. Yo. Kiwi. Just say that you will be mine. Say I'm the only one. Oh, pass me by and say goodbye. Don't look back and I'll try. დაჯგუფებაში ვიყავი ერთი წელი დაახლოებით ესე. დიდად საამაყო არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ მიდრეკილება მქონდა. მინდოდა რომ ეს რეალობა დამევიწყებინა და ეს რაც დამემართა თვალებთან დაკავშირებით, ანუ უბრალოდ გავქცევდი რეალობას, რაც რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის არასწორია და ერთ მომენტში მივხვდი და გავაანალიზე, რომ თუ ესე გავგრძელებდი დამიჭერდნენ. უცბად დავანებე თავი ყველაფერს ერთდროულად რა, იმის მერე 5 კაპიკიც არ მომიპარია. რომლის მომწერე მაინც რა რომლისთვის დავირეკო რა მისაგე მოიცე მისაგე როდესაც ადამიანი კარგავს მხედველობას იძენს რაღაცა გარკვეული უბნები აქტიურდება ალბათ, იმიტომ სხვა ხსნა არ აქვს. სხვადასხვა შეგრძნებები გამიჩნდა და სხვადასხვა სენსორები მოდი ესე ვთქვათ რა. ანუ როდესაც ადამიანი 4 კედელს შორის ძირითადად მარტო იმყოფება ფიქრობ იმაზე, რა ქნა, როგორ დაახციო თავი და მე იწყებ რაღაცა გარკვეული ინფორმაციით, წიგნებით, სხვადასხვა წყაროებით ცდილობ რომ გაერიდო რა ყოფიერებას. Stefko. რამდენი წლის ხარ? დიდი. Almost 20. აი ჯერ კიდე ჯანზე ვარ. კეთობა. შენაირი მაგარი მამაკაცები. აი ვარ მაშ. ისე მოხდა რომ უსინათლოთა კულტურის ცენტრში როდესაც დავიწყე როდესაც ამიყვანეს 2013 წელი იყო მან შეიცვალა ჩემი ესე ვთქვათ მან მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია რეალური თეატრის მეშვეობით. ეს მინდა რომ აი მაშინ ჯერ საბინასთან ერთად რა ფოტოები გაქვს გავაზიაროთ ხო? თავისთავად პარალელურად ანსამბლში ხო ვიყავ ანუ ძირითადად ჩემი პროფილი იყო ანსამბლის სოლისტი. ძალიან დიდი შრომა მომიწია რომ განვითარებულიყავ, იმიტომ რომ
გვიან დავიწყე მე სიმღერა და დაახლოებით დღეში ზოგჯერ 4-5 საათი ვესადინეობდი. სხვათა შორის აი თავარი მასწავლებელი ჩემთვის რაც იყო ტკივილი იყო. ტკივილი რო არ ყოფილიყო, აი ვერაფერს საერთოდ ვერ გავიგებდი და ანუ ამან მიბიძგა რაღაც გარკვეული განვითარებისკენ. მეგობრების შემოსვლა მხედველობის დაკარგვის შემდგომ ყველაზე კარგი მასწავლებელი იყო რომ მე მემუშავა საკუთარ თავთან პირველ რიგში რა. გედი მოსული ვარ, ჩამოხვალ? აჰა. არის. ოჰო. გამოგას გავამართლებ. გაში. მოგწევს. ეს ედუკაცია მიგია. როგორ ხართ? გაიხარეთ, მე თვითონ გავხდით. ძალიან მიყვარხართ, გაიხარეთ. $1992 წელს მოხდა ასეთი რამ რომ მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი ბოლო იყო რა ქვია და ბოლო პერიოდი იყო და მუსინათლოს საზოგადოებასთან არსებობდა საგუნდო კაპელა და საესტრადო ანსამბლი. როცა ფინანსურად გაუჭირდა ჩვენს საზოგადოებას, მუსინათლოს საზოგადოებას, ინიციატივით ფეხით მოდიოდა მუსინათლო ხალხი მოყავდათ გამცილებლებს და იქ იყო ჩვენი შეკრების ადგილი და
პატარ-პატარა რაღაცას, ვისაც რა გქონდა სახში წამოვიღებდით, ან და ოჯახებში ვეპატიჟებოდით ერთმანეთს და რაღაცა ისეთი მიზერულ რაღაცა მაინც ვახერხებდით შეხვედრებს. ხალინდასთან დაკავშირებით შემოვედით. გავდივართ აქედან 2 საათზე. შენ დამწით ფეხსაცმელს ითხოვთ თუ შექმას? ფეხსაცმელს. მაშინ ყველამ ფეხსაცმელი ჩაიცვას. კაი აზრი. შავი ფეხსაცმელი ბიჭო, შავი. ანუ თეთრი კეტები, ბოტასი, მწვანე, ესეთი რაღაცები არის. ვისაც არ აქვს, ხვით მოიწევს რა. ჩოხას და ფეხსაცმელს. შავი შვალი. მე ჩოვუყურებთ შავებს. მე მას ვერ ჩავიწვევ. როგორ ვერ ჩაიცვას? ფულებს ვერ ჩავიწვევ, ჩოხაზე ჩოვლები ვერ ჩავიწვევ. აზიურებს და ჩოხას. როგორც ეს და რიგი. ფულებს ვერ ვიწვევ. ჩაიწვევ. ვისაც უნდა ჩაიწვევ. რა? რუსთაველზე მოვა შეერთვა. ვიცით რა რუსთაველის მაკდონალდსის სასამართლოთან აი რუსთაველის ძეგლი. კი, რუსთაველის ძეგლთან კი ბატონო. თო ბატონიური და ბაჩო და გადაჭინი აქ მარტო შევდივარ თუ ხარების მოდის. ორივე. ხო და 2 საათზე ჩვენ ვიქნებით. ყველა ძალიან ხო. ფორმები აუცილებლად ფორმაში. ფორმე იმ აკოის კი არა რომელიც ჩოკლა ჩაიცვა და მეტი არაფერი. ხო, აკონები. ყველანაირად ვიყოთ ფორმაში, სასიმღერო ფორმაში. სცენაზე გამოსასვლელად. რა ვიცი, ახლა მოვჭით რეპეტიციას და მოვდივართ სახლში და რა არის? ხო, გადმოგირეკავ, კარგი. საჭირო. ბაჭო მაგნაუჩი რა ბანო. რა ვიცი რა. გაულიო თუ ყავჯობია რა აბსოლუტურად. წესით ნაკინი არ შეიძლება რეპეტიციის მერე, მაგრამ არავის. მოდი. ნაკინი თუ რა. ეს დღე მეპატიება მე მგონი. ის არის კაი რეპეტიცია გამოვიდა თუმცა. ნაკინს რომელი შევჭამთ? რა მე იმას ავიღებ, ყავას ავიღებ და თოლია ვიცი. ხო ეს ჩემი საყვარელი ნაკინი რომელიც არის. შენ არ გინდა მართლა ყავა? მე რაღაც ყავა როდის იყო სვალი. ანუ მარტო ნაკინი და იმის ეკიპო. ყავა რომელიო შეგეკითხა გედი. ყავა ისა რასაც ვხავ ხოლმე რა არძიანი. ერთუთი რა. ლამინდა ხლა. მოიშავა ერთუთი? აა
ახლოვარსკინ ველსია მიდი რა, მიდი ჩაშალე. არტგენი გვაწყარავეთ. ყველა მონაწილეს სიცოცხლე არ გრძელდებოდეს. ერი ვერაფერს დაგვაკლებ ციხეს შიგნით არ ხდებოდეს. უსინათლოთა კავშირთან ანცებული ფოლკლორული ანსამბლი წანისის სცენაზე. მადლობა რომ ფუნქციონირებენ და დიდი მოტივაციით არიან და რა თქმა უნდა ქალბატონები რომლებიც შეგძლებიათ ხო რასერჩი შეგძლებიათ ეს რაც შოგური და ისე ისმოდა ვაფშე შოგური კი ისმოდა მე არ მესმოდა შენ არ გესმოდა სცენაზე შენ სცენაზე დიხარ ეხლა ჩვენ მესმოდა კარგად ჩვენ არ მესმოდა არა ვიცი იჯდა თუ რაღაცა ბოლომდე მეც არ მომეწონა ჩემი თავი რა სვანური კარგი იყო და ქსანზე კარგი იყო და მარებელი ისე რა ყველაფერი კაი იყო მარებელის და არა მარებელი ცუდი არ იყო მაგრამ ცუდი არ იყო მაგრამ ნუ ეხა ისეთი არა ცუდი არ იყო მაგრამ ნუ ეხა ის რაც გვინდოდა ის არ იყო ეგ ვიცით ეგ თემა ხან ისე იქნება ყარაზე იქნება როგორც ხოსეს ზოგს არა და ვაი და თამიჩირო დონე სარგაჩი გენგას ხონა
ჩემი გოგოები არის. თავიდან სანამ დამერეკავდი ეს ირმამ დამერეკა რა დაკითხა. ხალი გინდა განსილებელია თუ კაციო ხა. თუ თავაზობ მეთქი მაგრამ ხალი მეთქი რა ხო? მეთქი ხალი და მე გადის ამოდენიმე ხანი ველოდები ხა დამერეკავს გოგო და მირეკავ შენ. ვარ გამგეთე რა ზეთქო. ანდო სადა ვეთხარი ო მე ვარ შენი განსილებელი მამუკაო და ბიჭო მე რა ვიცი მე იმამ ეგრე ვიტყოდი. არა ჯერ თავიდან ნაცია. არა მამეთ მართლა დავიბენდი მომენტში რა. მოიცა გადავამოწო ეგრე ვიტყოდი მე. ახლა მოიცა გადავამოწო. მომენტი გადავამოწო მეთქი რაღაცა და გადავორგე და ირმას ვეუბნები მეთქი რა ხდება მეთქი რა ამბავია მეთქი. იმაურეკავს მე ნათიას როგორ. ხასველოდებოდი და კაცი და ნუ გავგებლობა იყო რაღაცა მოხდა და ანუ ინფორმირებული არ იყავი არც და არც მე. მე ხო გაგებაში არ მივყავ თავიდან. როგორც ვიტყეს ეგრე იყო. თემა არა. ხო მე შევგავაზე ნათია მოგა. შენ შევგავო არჩევა. არა არჩევანი როგორ საფსახურის საბაჟო. ხალი გინდა თუ კაციო. არა ბიჭო საფსახურის თაობაზე არჩევანი იყო საბითო ეთქი დასახელება ერთი იყო კომპიუტერის სპეციალისტი, მეორე იყო საერთო შეერთებები, მესამე იყო გამცილებელი და მეოთხე იყო მე თოგამახსენე. ეგეც არჩევანი იყო. არა ეგ არის. ხო ეგ შეცარიცეთ. ეგ არის. ეგრე იყო. მეოთხე იყო რაღაცა. ეს რაღაც ახალს მე. მოიცა მეოთხე კომპიუტერი მე ტელეფონის არაფერი გაგებია თქვენ შეგეუბნები. ნათიას კაკი ახლა ამერიკაში ეწავს. ის ხალხი. წავიდა. მე ვდგარი ქალბატონო ნათია, მე არ ვიცი კომპიუტერის კი ტელეფონს ვერ ხორო დომოვლობ. ნათე განსილებელი ყველაზე ესეთია რა. ხო, მე ვდგარი მაგის სპეციალისტია. მეთქი მაგის სპეციალისტი ვარ მეთქი რატო რა? მეთქი დედამყავდა მეთქი რა უსიათ რომ ორი წელიწადი მეტი მაშინ მუშაობდა მეთქი და ვიცი მეთქი რა ექსისტენტი. ახლა შენ აღმართო წავს ეგეთი კაი პიროვნება. ვინ არ მეთქი? ვიტყვა მე შეისახელა რომ გედავარ გავიშვი მე ვთქვი მე საიდან მომძენო მაგი არ ვიცი. არა ჩვენ არა თქვენ მე როზერითო მე დაუგავშნები თვითონ. ეგრე იყო რა თავიდან მე ლოგიკური არჩევანი იყო შენი მხრიდან. ხო არა მე დაურეკა ნათია მირმას და ირმა გელაპარაკა შენ. შენარი ადამიანი რომ შეხვდება. ბევრი ადამიანში. რასავარეს კაც ხო ხტები ხო. ჯობია თუნდაც საიქ ქალები რო ყოფილიყვნენ რა. შენ ეხლა ბოდიში ბატონო მანდილოსამ გინო და გვერდი კარო. რა შეიძლება? მე გულისხმობ კაცურ ამბავში გეუბნები ანუ უკეთესი ამბავია რა. რა ვიცი მადლობა ღმერთს რომ შენ შევხვდი. გვერდი გევარ იგავო სანამ წასვლები იქნება. მე რა ვიცი. მაგა მოუხალო ის. როგორა? ანუ ხო არა ძანა ჩეკო. მე უფრო მსიამოვნებს იქ სადაც ლამაზი ხმა არის რა, იმიტომ რომ მე ხმით არ მიყავ რა. ჩემთვის არის ხმა არის როგორც ვიზუალი. როდესაც ადამიანებთან მაგ შეხება, ჩემთვის მეგობრების ხმები არის როგორც რაღაცა სამკურნალო, რაღაცა თერაპია, მედიტაციასავით არის. ჩემთვის მოკლედ მუსიკა არის როგორც რეალობის შეცვლის ინსტრუმენტი. ეს სამი რაღაცა რა, მეგობრები, მუსიკა და სულიერი. ოკეი, გამიმარჯოს და რა ვიცი. რატო ანდიხარ მაგა კაცო გეკო ჩამოდი შენ რა გერავლება ხალი ხან ეს ხალია მე რა დავაშვა